ხო ალექს? კი, შენი корпуსის წინ ვარ გელოდებით. გისმენ ალექს, აბა რა გაინტერესებს? საქართველოში რო ჩახვალ, კითხავენ რა ხდებოდა ამერიკაში 200 ეტყვი. სწორად უნდა იგრძნოს სიტუაცია, ცხოვრება თვითონ გთავაზობს. ყოველ ახალ ასაკში გაქვს შეგრძნება, რომ ყველაფერი ახლა იწყება. ეს არის ცალკე ადგილი დედამიწაზე. როდესაც შევარდნაძეს კითხე რომ სად მიდიხარო და იმან გიპასუხა სახლშიო. როგორ უმკლავდებით ერთი ამ ფასებს და მეორე ამ რიტმს ცხოვრების? ქართველებს როგორც ერს, რაც ოდო გვაქვს ყველაზე მეტად. პირველი ხელფასი კუპონებში მომცეს. პირველი რაც გავიფიქრებ, თქვი რომ ნეტა რამდენი სნიკერსი მომივა. რა უნდა გააკეთო ნიუ-იორკში ისეთი რომ ვინმე შემოგხედოს, ვინმე გააოცო. და მთელი ბავშვობა რაღაცა ტელევიზორში და კარტში ხედავ, უცებ რო ცოცხლდება შენ წინ. შენი საოცნებო ცხოვრება ამიღწერე. ახლა შეგიტრიალო ინტერვიუ და კითხო. ყველაფრისთვის ვიყავი ძალიან მზად. უცებ ხედავ რომ მოდის ვირთხა და შენი ქარიზმა რა არის? აი მაგაზე მინდოდა. მივადექი. ძალიან მინდა რომ შენ მიმართ ვიყო უტაქტო და არა კორექტული. თბილისში რო გაერთობი, ეგრე ბევრ ქალაქში ვერ გაერთობი. ზნეობრივი თვალსაზრისით რამე კულტურული შოკი თუ მიიღეს, აქ ერთხელ ყველამ უნდა გაიაროს, რომ იცოდეს რას ნიშნავს, რომ ყველა ვართ ერთი. მე კამერასთან არ მოიყოლება. ნამდვილად. დღის ცხოვრების გაგრძელება ღამეში წარმოიდგინე. ამ ქვეყნიდან რის გარეშე არ გინდა რომ წახვიდე? რომელი ქვეყნიდან? წუთი სოფლიდან. თავიდან რო იბადებოდე ისევ ქალად დაიბადებოდი თუ არა? კი ალბათ, მიჩოული ვარ. ნიუ-იორკის მეტრო ზოგადად მგონია რომ ის ცალკე მოგზაურობ. ცალკე ქალაქი. ძალიან სერიოზული კულტურული გარღვევა იყო. შამპუნი არ არსებობდა ახლა წესი მე რო შემოვიდა Head and Shoulders იშვიათად მინანია რომ ესე არ უნდა მოგცეულიყავ. ქალი ხარ თუ გოგო? რაღაცისთვის ქალი და რაღაცისთვის გოგო. დროს ჩამორჩი რამეში? სკროლზე ვერ დავდგები. ყავა თუ ჩაი? ხისით ყავა და უბრალოდ რა ყავა და ჩაი? ალბი არაფერი არ ვარგა, მაგრამ ღიმილი კარგია. ვიყავით რაღაცა ძალიან დიდი ისტორიული ცვლილების მონაწილეები. სადღეგრძელოებით თუ სადღეგრძელოების გარეშე დათრობა. როგორ გამეშვა ეს შანსი ხელიდან გეკითხება? თვითფრინავში როგორ ერთობი? ამას მე სხვა ქვეყანაში ვერ ვნახავ. შენი კოლგა. სად გავარდა ჩემი კოლგა? ამ ინტერვიუს შემდეგ სად? უნდა წავიდე. თან ისეთ კითხვებს მისვა, მიცი რაღაცა. უეჭველი ქართველი ვარ.